Ახლაც თქვენ მოდიხართ სპეციალური შეხვედრიდან, რომელიც აფხაზთა კრებისა და ფედერალისტების მიერ იყო ორგანიზებული. აჩვენეთ ფილმი, ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ეს მთელი კამპანია, რომელიც უკვე თვეების კი არა, უკვე შეიძლება ითქვას წლის განმავლობაში გრძელდება. მსოფლიოს არაერთ დედაქალაქში იქნა ნაჩვენები, თუმცა მათში მოთხრობილი ფაქტების ნახვა თუ არა, როგორც მინიმუმ გააზრების კუთხით, როგორც ჩანს, აქვე გვაქვს პრობლემა საქართველოში. როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს მის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში? 14 აგვისტო 92 წლის არის რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისი აფხაზეთში. აქედან უნდა დავიწყოთ საუბარი. სამწუხაროდ ჩვენ დაგვჭირდა 15 წელი იმისათვის, რომ ეს ჯერ გაგვეგო ეს ამბავი, ბოლობნე გაგვეაზრებია და გაგვეგო ეს ამბავი. თუმცა ამისთვის კიდევ დაგვჭირდა ის, რომ მეორე ომი გადაგვეტანა რუსეთთან იმაში ცხინვალის რეგიონში. ამის მერე ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ოკუპირებული და მივიღეთ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც გამოვაცხადეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიები და გასაგებია, რომ 2008 წელს არ მომხდარა აფხაზეთის ოკუპაცია. შესაბამისად, 92 წლიდან მოყოლებული გაგრის ამბები თქვენ, დამთავრდა 27 სექტემბრამდე, მცირე მონაკვეთის გარდა, კოდორის ხეობის გარდა მოხდა აფხაზეთის პრაქტიკულად სრული ოკუპაცია რუსეთის აგრესიის შედეგად. ამდენად მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი სტერეოტიპები გვაქვს, ესე იგი ჩვენ დასაძლევი, მათ შორის ამ ნაწილში, თუ არა და 33 წელი რო ვიტკეპნებით ერთ ადგილას, შესაძლოა კიდევ ერთი ამდენი დაგვჭირდეს იმისა, თუ ჩვენ ამას არ გავიაზრებთ სწორად, ერთი ამდენი კიდევ აქ დაგვჭირდეს ამის გააზრებაში და მერე საერთოდ დაიკარგება ყველაფერი. ახლა რა მხედველობაში ჩვენ მაინც ხას უსვამთ ეთნიკურ შემადგენელს ამ ომის თითქოს რაღაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ეს. ნამდვილად ეს ასე არ იყო და რაღაც ამის წინა პლანზე სეპარატისტები აი დღესაც პატამას თქვა ის არ არის, ის იქ არის რუსეთის გაულაიტერის ადმინისტრაცია. სხვათა შორის ჩვენ უკრაინის ომმაც ბევრი რამე დაგვანახა, იმიტომ რომ ესე იგი იმ ამოცანებიდან გამომდინარე და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც რუსეთს ჰქონდა, ის აწარმოებდა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში პირველად ჰიბრიდულ, შემდეგ პირდაპირ აგრესიას. უკრაინაშიც იყო ჰიბრიდული აგრესია და იყო პირდაპირი აგრესია. მაგრამ არც უკრაინელები, არც სხვათა შორის აზერბაიჯანელები არ მიიჩნევენ ამას ეთნიკურ კონფლიქტად ან რაიმე ეთნიკურ შემადგენელად. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ ჩვენ მქონდა ომი სომხეთთან. ასე არ არის? უკრაინელები ამბობენ, რომ ჩვენ მქონდა ჩვენ გვაქვს ომი რუსეთთან. არ ახსენებენ ისინი რაღაც ვიღაც სეპარატისტებს და არ ამბობენ, რომ რაღაცა მათი გული ჩვენ უნდა მოვიგოთ. არ ამბობენ ამას. არც აზერბაიჯანელებს უთქვამს და უფრო შორსაც რო წავიდეთ, სუდეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არც იქ იყო ეთნოკონფლიქტი სხვათა შორის, ეს იყო სრულიად ხელოვნურად ჰიტლერის მიერ შექმნილი ლეგენდა, ამას წინ უსწრებს ყოველთვის ლეგენდები. დადანაშაულება იმ ვის წინააღმდეგაც უნდა აწარმოა აგრესია ფაშიზმში, უпростоრედ რასაც ჩვენ აკეთებ იმისაც ის უნდა დააბრალო და ასე მოხდა სუდეთშიც ასე იყო, სუსტად, ასე იყო აფხაზეთში, ასე არის დღეს უკრაინაში. ამდენად ძალიან მყარად უნდა და მე რაც მთავარია არ იყო მხოლოდ აქ ერთი ეთნოსის შემადგენელი იმ პროქსი ჯგუფებში, ჯერ ერთი ხომ რუსეთის არმიის ყველა შენაერთი მონაწილეობდა, ყველა სახეობის ძალები მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. სულ ყველა ჰაერი იყო, წყალი იყო იქ, სხვა აი ეს რო ჩაუძირეს ის გემები და რო არ აყავ დღეს შავი ზღვის ფლოტი, ის შავი ზღვის ფლოტი ძალიან ძლავრად იყო წარმოდგენილი აფხაზეთის ომში. ის ესკადრილიები, სხვადასხვა ესკადრილიები მარტო გუდაუთიდან არ იყო, მოსკოვიდან იყო და სხვადასხვა ადგილიდან ისინი მორიგეობდნენ. ეს ასე იყო, ვისაც მაშინ გვახსოვს და სამი გენერალი ძალიან საინტერესო იყო მაპატე გაგაწყვეტინებთ მაშინდელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელცინის ადმინისტრაციაში კოზირევის ინტერვიუ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ. ზუსტად დეტალურად ხსნის ამას ყველაფერს, მათ შორის ყვება იმას ელცინის დონეზე და მინისტრების. ჩვენი შექმნილი არ ზიმბაო. ჩვენი მოსკოველი ბიჭი იყო. ზუსტად მთელს ისტორიას რა ძალიან დეტალურად
პარალელურად ხსნის ამას და მარტო ქართველებისაგან ახსნა, ვისაც არ ყოფნის, იქნება იკოზირებს მაინც მოусმინონ, რომელიც ამას ყველაფერს. ხო, ვისაც ახსოვს, ამის ბევრი სხვა ფაქტი. მაგალითად ვორონოვი ვინ იყო ახსოვთ, ვინმე ვორონოვი არანაკლები, ასე ვთქვათ, იდეოლოგი იყო იქ. და საერთოდ პოლიტიკური შემადგენლის თვალსაზრისითაც იქ იყო ვთქვათ აიდგილარა, იქ იყო ორი სომხური ორგანიზაცია კრუნკი, იქ იყო სლავური სახლი, ანუ ამას ერქვა ბლოკის სოიუსი. აი ესენი მონაწილეობდნენ იქ არჩევნებში, არა მხოლოდ რაღაცა ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, არამედ იქ მონაწილეობდა პრაქტიკულად ყველა ძალიან დიდი ნაწილი არაქართველების, მაგრამ არაქართველები აქეთ მხარესაც იბრძოდნენ. ძალიან ბევრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამიტომ აი ამ ეთნიკურ წრილში ამის წარმოსახვა ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია მე. მეორე ამბავი არის ის, რომ ჩვენ ესე იგი 17 წელი გავიდა კიდევ, ან 15 და 17, 33 წელი გავიდა და ორი კანონი გვაქვს. ერთი კანონი არის, ესე იგი, ეს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, მეორე კანონი არის დევნილთა შესახებ. დევნილთა შესახებ კანონში გვიწერია, რომ ეს 300,000 კაცი არის, ესე იგი, მასობრივი უფლებების დარღვევების მსხვერპლი, რომელიც იძულებული იყო ამის გამო დაეტოვებიათ თავიანთის სახკარი. მაგრამ რა დანაშაული იქნა ჩადენილი მათ წინააღმდეგ, ჩვენ ეს ჯერ არ გვიღიარებია. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ასეთი დოკუმენტი არ აგვაქვს. არც ერთ კანონში გვიწერია ეს და არც მეორე კანონში გვიწერია. საერთოდ არსებობს 4 კონვენციური დანაშაული, 4 კონვენციური, ესე იგი, საკაცობრიო დანაშაული. ეს არის ომის დანაშაული, ეს არის გენოციდი, აგრესია და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. აი, რასაც იხილავს ჰაგის, ხო, ჰაგის იქ არის ეს ჩამოწერილი, ხო? აქედან გენოციდი ითვლება საერთოდ უმაღლეს დანაშაულად, ultimate crime ქვია მას. ყველაზე მაღალ დანაშაულად ითვლება გენოციდი. ისა ოკუპაციაც კი არ არის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი დანაშაული, იმიტომ რომ ოკუპაციაზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობს და ეს ოკუპაცია რომელიმეს ებმის ხოლმე ამ 4-დან რა. როდესაც ვასახელებთ, რომელიმეს უნდა მივაბათ, თორემ ცალკე დამოუკიდებლად ოკუპაცია ზოგჯერ ლეგიტიმურიც არის ოკუპაცია თავისთავად. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა დანაშაულის მსხვერპლი არის ეს 300,000 ქართველი, ჩვენ ჯერჯერობით არ გვითქვამთ. სამარცხვინო რამე გჭირთ. ხელობაში გაქვთ ქართულ კანონმდებლობაში არ გვითქვამთ. არც ქართულ კანონმდებლობაში, არც პოლიტიკურად გვითქვამთ. არც საერთაშორისო დონეზე გვითქვამთ და რაც თავი არ დაგვისახელებია ავტორი, ვინ არის? ამის ავტორი ვინ არის? არ დაგვისახელებია. ჩერქეზების გენოციდი გვაქვს აღიარებული და ქართველების გენოციდი აფხაზეთში არ გვაქვს. ჩვენ რამე ახალს არ ვამბობთ, ხოთაშორის ახლა თქვენ მკითხეთ ჩვენი ღონისძიება იყო და ეს ფილმი არის ერთ-ერთი ვერსია ამ ჩვენი ფილმის, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის პარლამენტში. ფრანგული ვერსია, მე მოგვიწია მისი განმოქართულება აქეთ. ხო და ერთი სიტყვით, ხო და ჩვენ ახალს არაფერს არ ვამბობთ. აი ეს ინერცია ვლინდება კიდევაც ჩვენს ლექსიკაში. ჩვენ ვამბობთ ეთნიკური წმენდა. მაგრამ ეთნიკური წმენდა, როგორც ასეთი დანაშაული, ასეთი რამე არ არსებობს. ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ეს არის ფაქტის აღწერილობა, თორემ ვერც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში თქვენ ვერ ნახავთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ ეთნიკური წმენდა არსებობს რაღაც ასეთი დანაშაული. არ არის ასეთი ვერც ერთი საერთაშორისო პროკურორი. ამ ბრალით, ეთნიკური წმენდის ბრალით, ვერავის ვერ წაუყენებს ეთნიკური წმენდით, ვერავის ვერ წაუყენებს ბრალს. ჩვენ, როდესაც ამ 4-მა ეუთოს იმან მოგცა ჩვენს ესე იგი ეთნიკური წმენდა, 4-მა ეუთოს სამიტმა შემდეგ ეს გადავიდა გაეროს რეზოლუციებში, იქ ძალიან ნათლად ჩანს ნიშნები, დანაშაულის ნიშნები ჩანს. ეთნიკური წმენდა, ქართველების ფიზიკური განადგურება, იძულებით, ესე იგი, გაძევება და დემოგრაფიული სურათის შეცვლა. ეს 4-ვე ნიშანი ჩვენ გვაძლევს გენოციდს. ეს კვალიფიცირება საერთაშორისო დონეზე. აი ნიშნები ხო აქვს გენოციდს, არა? ესე იგი ფიზიკური განადგურება, ყველაფერი. თან ეს არის განგრძობადი გენოციდი. განგრძობადი გენოციდი იმ თვალსა და ისე უკრაინელები გვიჩვენებენ ჩვენ ამის მაგალითს, რომ აი გულაგი რო არის, გალში ქართველების გულაგი რო არის, იქ არის ქართველები მეასახარისხოვანი ადამიანები. იქ მიმდინარეობს ქართველების დეეთნიზაცია, ასე ვთქვათ, ანუ ეთნიკური ნიშნის შეცვლა. გარუსების პოლიტიკა მიმდინარეობს.
მიმდინარეობს. ესეც გენოციდის პოლიტიკის გაგრძელებაა. იქ მიმდინარეობს ქართველების კულტურა, აფხაზების, არამედ გარუსების. გარუსების, კი პირდაპირ გარუსების, ხლა ისინი სრულდებიან კაცო იმათ. ხო, ეგ ცალკე თემაა. ხო და ბოლო ნაწილი არის კიდევ კულტურული გენოციდი მიმდინარეობს. აი ამაზე საგანგებო რეზოლუცია მიაღებიეს უკრაინელებმა, რომ იქ იშლება მთლიანად ქართული კვალი, კულტურული ძეგლები, სახელწოდებები და ასე შემდეგ. ეს ევროპის საბჭომ უკრაინასთან მიმართებით ჩათვალა კულტურულ გენოციდად.